დღე არ გადის, მე არ მომივიდეს თხოვნის წერილი გერმანიიდან, ბელგიიდან, იტალიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სადაც ქართული ეკლესიის წარმომადგენლები, რომლებიც ეპარქიულად მართავენ იქ მყოფ ემიგრაციას და ჩვენ მრევლს, იმდენად იდეოლოგიურად მოწამლულები არიან, რომ უბრალოდ ამ ხელისუფლების მომხრეებს უკრძალავენ ღვთისმსახურებაში მონაწილეობას, როდესაც 80%-მდე ჩვენი ემიგრაციის არიან მიშმადიდებლები და ამაში ხელს უწყობენ ის ჩვენი საზღვარგარეთის ეპარქიები, სულ რომ გაუქმდნენ ეს ეპარქიები, ამაშიც ვერ ხედავ ვერანაირ პრობლემას. და მე არ მინდა ეხლა ცილივ წამო მათ, მაგრამ ვარაუდის და ვერსიის დონეზე მე შემიძლია გამოვთქვა ჩემი ეჭვი, რომ ალბათ ზუსტად ამაშიც აქვთ დამატებითი მატერიალური დინებები, გრანტები, რომ ზუსტად ეს პოლიტიკა, ეს იდეოლოგია გაავრცელონ ჩვენს დიასპორებში.